მოგესალმებით. ერთ საინტერესო რჩევამი გაგიზიაროთ, როგორც მშობელმა მშობელს, რადგან მეც როგორც მშობელი ვცდილობ გავითარდე შვილებისთვის, რამე კაი გავიგო შვილებისთვის, მათი გავითარებისთვის და მეც საინტერესო კარგი რაღაც აღმოვაჩინე, რაც ჩვენი შვილების გავითარებაში ხელშეგვიწყობს. ანუ ბავშვებთან კაი ხანი უკვე ვკითხულობ, ბრძნულ მოსაზრებებს, ბრძნულ გამონათქვამებს. და საინტერესო ის დავაკვირდი ამ ბრძნულ გამონათქვამებში რა არის საინტერესო. მნიშვნელობა არ აქვს, თქვა ჩვენ წათაღერცხლამდე ბუდამ თქვა ძველ საბერძნეთში არისტოტელემ თუ სოკრატემ თუ თქვა ვაჟა-ფშაველამ თქვა, ხო? ბრძნული გამონათქვამებს თუ დააკვირდებით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელმა თქვა, იღებს ადამიანი და საინტერესოდ ისმის. და ნიუანსი დავიჭირე ის, რომ ბრძნულ გამონათქვამებში დევს სამყაროს კანონზომიერებები როგორ მუშაობს. ეს ნიუანსი დავიჭირე. ამიტომ, მარტივი სიტყვით არის გადმოცემული ეს თუ ის როგორ ჩანს სამყაროს მხრიდან, რომით შემოქმედმა შექმნა. შეიძლება ღმერთი არ იყოს სიტყვა ნახსენი, მაგრამ კანონზომიერება, ფორმულა როგორ მუშაობს, ეს ფაქტიურად აღწერილია და ბავშვებს როცა უკითხავ, ფაქტიურად მოკლეა, ბავშვები უფრო ადვილადაც ისმენენ. შემდეგ რევნები, შენ როგორ გესმის, იწყებენ აზროვნებას, გესმით და ამ კანონზომიერებებში ჩაწვდომას და ეს ჩემი აზრით კარგი ეკუთვნით, რომ როდესაც კანონზომიერება იცი, უკვე ცხოვრებაშიც გიადვილდება. კანონზომიერება არის ის, რაც ზევიდანაა შექმნილი და კანონები და წესებს ქმნის ადამიანი, ხვდებით და წესები შეიძლება სხვადასხვა ეპოქაში შეიცვალოს, მაგრამ კანონზომიერება ყოველთვის დარჩება. ამიტომ ჩემი აზრით ეს ძალიან კარგია, რომ ინტელექტის განსავითარებლად, სამყაროსეული კანონების დასანახავად, რაც ცხოვრებაში შეუწყობს, აი სწორი გზითია, რომ ეს რჩევამი და კომიზირებია მადლობა ყურადღებისთვის.